ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა Forbes-ის 30 წლამდელთა სია ევროპაში, სადაც გიგანტის სტარტაპერების გვერდით დაფიქსირდნენ საეჭვო რეგალიის მქონე პირები, კრეატორ-მეწარმეები. წინასწარ გეტყვით, რომ ეს ვიდეოც და მოვლენაც საინტერესო შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ შეიძლება ექსპერტმა რელევანტური კონტენტის შექმნით მოიზიდოს აუდიტორია, გადააქციოს პლატფორმები ბიზნესად და სხვადასხვა არატრივიალური გზებით მოიპოვოს ინდუსტრიისგან აღიარება. ჩვენ ყოველ ურშაბათს 11 საათზე გიზიარებთ მიგნებებს, კვლევებს და პირად გამოცდილებას. ამიტომ თუ გაინტერესებთ ეს თემები, დარჩით ხაზზე. სანამ დავიწყებთ, რამდენიმე მიზეზს მოგცემთ, რატომ უნდა მომისმინოთ. მე მარიამი ვარ, ყოფილი მარკეტინგის დირექტორი BigTech-ში. ამჟამად ვარ მედია სტუდიის მმართველი პარტნიორი ესტონეთში. ამავე პროექტის ფარგლებში მოვიგე ევროკავშირისგან გრანტი მედია პროექტის განსავითარებლად. უფრო ნათლად რომ აღვიქვათ ეს მოვლენა, გაგაცნობთ ორ გოგონას, Grace Beverley-ს და Grace Andrews. Grace Beverley-ს კარიერის ვიზუალიზაცია ასე შეგვიძლია. სტუდენტობის პერიოდში ზედმეტი ფიქრის გარეშე დაიწყო კონტენტის კეთება ჯანსაღ ცხოვრებაზე, კვებაზე და ვარჯიშზე. აუდიტორიისგან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მიიღო და გადაწყვიტა გაიყიდა ციფრული პროდუქტები. შემდეგ შექმნა სპორტული ტანსაცმელების ხაზი, დაარსა პოდკასტი პროდუქტიულობაზე, შექმნა ფასიანი კლუბი პროდუქტიულობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და გზად არაერთი აღიარებაც მოიპოვა, მაგალითად Forbes-ის 30 წლამდელთა ტიტული ევროპაში 2020 წელს. Grace Andrews რაც შეეხება, ყოველთვის ცნობილ The Diary of CEO-ში მუშაობდა ბრენდ დირექტორად. მისი გზის ვიზუალიზაცია ასე შეგვიძლია. დაიწყო მუშაობა The Diary of CEO-ში და სოციომედია მენეჯერიდან ავიდა ბრენდ დირექტორამდე. მუშაობის პროცესში პარალელურად შექმნა პირადი ბრენდი. საკმარისი აქტივები რომ დააგროვა, წამოვიდა სამსახურიდან და შეუდგა ბიზნესის შენებას. YouTube-ზე დაიწყო ვლოგების დადება, სადაც აი ამ პროცესს აღწერდა. პარალელურად ტყიდდა ბრენდ პარტნიორობებს, ტრენინგებს, კონსულტაციებს. გარდა ამისა არის სპიკერი, წამყვანი და ყოველთვე რაღაც ახალს უშვებს თავისი აუდიტორიისთვის. ის რაც ორივეს აერთიანებს არის ზუსტი პოზიციონირება, გრძელვადიანი ბიზნეს მიზნები და ამაზე აგებული კონტენტი, რომელიც ადამიანებს ეხმიანება. არანაირი მეგობრების, ქმრების, ბავშვების და სხვა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები. მხოლოდ ის რაც დაეხმარება მათ, რომ წავიდნენ წინ და განავითარონ ბიზნესი. ახლა კი მოდით განვიხილოთ, რას გულისხმობს, როცა ვახსენებთ კრეატორ-მეწარმეს. რა ტიპის კრეატორზე ან მეწარმეზე ვსაუბრობთ და სად ხდება მათი კვეთა? ვინ არის კრეატორი? კრეატორი კონტენტის მეშვეობით გადმოსცემს სათქმელს და ერთი იდეის გარშემო აერთიანებს ადამიანებს. თუ კრეატორმა ამ დავალებას ვერ გაართვა თავი და პირველ რიგში კომუნა არ შეკრა და უბრალოდ ციფრები დაწერა, ბუნებრივია შეუძლებელია ეს აქტივის შემოსავლის წყაროდ და ბიზნესად ვაქციოთ. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კრეატორ-მეწარმეობაზე, იმგვარ კრეატორებს გულისხმობთ, რომლებიც უბრალოდ გამომწერებს კი არ აგროვებენ, კომუნას ქმნიან პირველ რიგში. კონტენტის ტიპებზე ახლა არ ვკონცენტრირდებით, თუმცა დამიწერეთ კომენტარებში თუ გაინტერესებთ და ცალკე გავაკეთებ ფორმატების და კონტენტის ჟანრების განხილვას. რა ხდის კრეატორს მეწარმედ? კრეატორ-მეწარმეების შემოსავალი ორი მიმართულებით იყოფა, სადაც თითოეულს აქვს კიდევ თავისი ქვეშაშლები. პირველი, პირდაპირი მონეტიზაცია, როდესაც პროდუქტს შუამავლის გარეშე ვთავაზობთ აუდიტორიას. ახლა როგორ მუშაობს ეს პროცესი? მოდით ერთმანეთს შევადაროთ მეწარმის და კრეატორ-მეწარმის მიდგომა, რომ ნათლად განვიხილოთ მათ შორის სხვაობა. ბიზნესი ჯერ ქმნის პროდუქტს და მერე ყიდის. თუ დასაწყისშივე არ აქვს გარკვეული რა თანხის დახარჯვა მოუწევს, რომ სასურველი გაყიდვები მიიღოს და ამასთან ზუსტი არხიც თუ ვერ იპოვა, რომლის მეშვეობითაც გაყიდის, დიდი ალბათობით პროდუქტის გამოშვების შემდეგ სასურველ მიზნებს ვერ მიაღწევს. კრეატორ-მეწარმეს აქვს audience first მიდგომა, რაც სიტყვა-სიტყვით რომ თარგმნოთ, გულისხმობს ჯერ აუდიტორია და მერე პროდუქტი. ეს მოდელი ორი მიზეზის გამო მუშაობს. პირველი, ადამიანები ადამიანებს და ადამიანურ ისტორიებს გაცილებით მეტად ენდობიან ვიდრე რეკლამას და მეორე, აუდიტორიის ნდობის ჩამოყალიბებას დრო და სხვადასხვა ფაზების გავლა სჭირდება, რასაც კრეატორი კონტენტის შექმნის პროცესში რაღაცნაირად ბუნებრივად გადის. შესაბამისად, როგორც კი პროდუქტი შეიქმნება, არსებობს მინიმუმ ერთი არხი, სადაც უკვე ესე ვთქვათ, მომზადებული თბილი აუდიტორია არსებობს, რომელსაც შეგიძლიათ პროდუქტი ან სერვისი შესთავაზოთ. ამასთან მიიღოთ პირველი გაყიდვები და უკავშირი. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მარკეტინგული არხების გამოყენება და სრული პროცესის გავლა აქცდებათ. უბრალოდ ცნობადობის, ბრენდის შექმნის და კომუნასთან ურთიერთობის აი ამ პირველ ბარიერს, რასაც დრო სჭირდება, მალე გაარღვევთ, რადგან ურთიერთობები პროდუქტამდე ჩამოყალიბდა. რა ტიპის პროდუქტებზეა საუბარი? პროდუქტი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული. დოფამინი, ნუკი კოსმეტიკსი, თამოსკინი და კიდევ, რა ვიცი, ბევრს ვიხილავთ დარწმუნებული ვარ მომავალშიც. ციფრული პროდუქტების მაგალითი შეიძლება იყოს ჩერის მარათონი, კურსები, ტრენინგები და ვორქშოპები. მეორე ტიპის შემოსავალი არის აუდიტორია და მასზე წვდომის გაყიდვა. კრეატორ-მეწარმე მხოლოდ მეწარმე ხომ არ არის, რომ პროდუქტი გაყიდოს. კრეატორიც არის. შესაბამისად, მისი აუდიტორია მოიაზრება როგორც აქტივი, რომლის მონეტიზაციაც
სხვადასხვა საინტერესო გზებით შეიძლება. პირველი, თავის ინდუსტრიაში აღიარებულ ბრენდებთან კოლაბორაციები. მაგალითად, იგივე გრეისი რომ ავიღოთ, თავის კონტენტში საუბრობს ბრენდინგზე და მარკეტინგზე. მისი კლიენტები არიან ManyChat, Meta, HubSpot და სხვა მარკეტინგული ხელსაწყოები, რომლებიც სხვათა შორის გაცილებით მეტ თანხას იხდიან. მეორე, კომპანიების მიერ წარმოებულ კონტენტში მონაწილეობა. ისევ გრეისის მაგალითი რომ ავიღოთ, ცოტა ხნის წინ YouTube-მა გამოუშვა ვიდეო სერია ბრენდ კოლაბორაციების შესახებ, სადაც გრეისი წამყვანად მოიწვია. გარდა ამისა, არაერთხელ გახდა Meta-ს შიდა კონტენტში რუბრიკის წამყვანი. ეს რა თქმა უნდა ანაზღაურებადია, მაგრამ რომც არ იყოს, დარწმუნებული ვარ, ყველანი დავთანხმდებოდით ასეთ შესაძლებლობას. მესამე, დახურულ ღონისძიებებზე მიწვევა და წითელი ხალიჩების არ დაგვავიწყდეს. მარტო ინფლუენსერებს კი არ იწვევენ წითელ ხალიჩებზე და ღონისძიებებზე. ზოგიერთ კომპანიას სჭირდება გარკვეული პროფესიის თუ შემოსავლის მქონე ადამიანების დათარგეთება. ზუსტად ასეთ შემთხვევაში იწვევენ კრეატორ მეწარმეებს. ისინი აშუქებენ ღონისძიებებს, არცოლებენ ინფორმაციას და რიგ შემთხვევაში თვითონაც მიჰყავთ მისი გარკვეული ნაწილი. მეოთხე, სპიკერობის შესაძლებლობა. შიდა თუ გარე ღონისძიებებზე სპიკერებად ხშირად კრეატორ მეწარმეებს იწვევენ. ერთი მხრივ მათ უკვე აქვთ ექსპერტიზა, რომელსაც მონეტიზაციაც ადასტურებს და მეორე მხრივ კი შეუძლიათ ორგანიზატორებს შევიდნენ მათ სოციალებში და გადაამოწმონ ამ ადამიანის მეტყველების მანერა, ქარიზმა, გამოხმაურება და მისი სახელის გავლენა. მერე კი ამაზე დაყრდნობით შეერჩიონ სტუმარი. მეხუთე, კონტენტის გაყიდვა და ბრენდის სახე. ახალი პროდუქტის გაშვებისას თუ არსებულის რეკლამირებისას კომპანიები ხშირად იყენებენ კრეატორ მეწარმეებს. თუ დავუჯერებთ გოგონებს, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, შემოსავლის ეს ტიპი საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. წარმოიდგინეთ, ხართ საშუალო რგოლის მენეჯერი და ოცნებობთ გიგანტებთან მუშაობაზე. სივი რომ გაგეგმავთ, შეიძლება ვერ მოხვედრილიყავით მათთან. ახლა კი უკეთესი საშუალება გაქვთ დაუპარტნიორდეთ და სადღაც მათი სახეც გახდეთ. აი ამ პოდკასტში ვიკი უმასი ნაწილებად შლის შემოსავლის წყაროებს და ორგან ახსენებს, რომ პირადი აგენტები ყავს. ერთი, რომელიც B2B სარეკლამო კონტრაქტებს იძიებს და მეორე, რომელიც ღონისძიებებს ესაუბრება და როგორც სპიკერს ისაყიდის. არ მითხრათ ახლა, რომ ასეთ ცხოვრებაზე ერთხელ მაინც არ გიოცნებიათ. თუ ექსპერტი ხარ, როგორ შეიძლება ამ პროცესიდან სარგებელი მიიღო? თუ ჯერ არ გინახავს, აუცილებლად ნახეთ ჩვენი პირველი ვიდეო მედია ბიზნესზე. იქ ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება კონტენტის წარმოება ვაქციოს სისტემად. ახლა კი გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელსაც ეს გოგონები ყველაზე ხშირად გაცემდნენ თავის ვიდეოებში და ამასთან გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებასაც. პირველი, დაისახე მიზნები და იპოვე შენი რატომ. სოციალური ქსელები შენთვის გასართობის სივრცე აღარ იქნება, თუ კრეატორ მეწარმეობაზე დაფიქრდები. ეს არის პლატფორმა, რომელიც გეხმარება ბიზნესის თუ საკუთარი იდენტობის შექმნაში. ამიტომ დასაწყისშივე სტრატეგიის თუ არა მონახაზის ცოდნა მაინც დაგეხმარება. ჩამოწერე. ვის ხსურს ესაუბრო? რა შესაძლებლობების მიღება გინდა? აპირებ თუ არა მომავალში ბიზნესის გაშვებას და თუ აპირებ როდის? რა თანხის და შემოსავლის მიღება გსურს სოციალური ქსელებიდან? როდესაც კონტენტს მიზანსაბამ გაცილებით მარტივი ხდება მისი წარმოებაც და კითხვაზე პასუხის მიღებაც რა უნდა დაპუსტო. აი მაგალითად გრეისის კონტენტის წარმოების ფორმულა ასე გამოიყურება. უნდა ჩამოწერო. რა არის შენი მიზანი? რა სიგნალი უნდა გაუშვა, რომ ეს მიზანი აგისრულდეს? ვინ უნდა გაიგოს ეს ინფორმაცია, რომ ის მიზანი აგისრულდეს და რა ფორმით შეგიძლია გაასცე ეს ინფორმაცია, რომ ადრესატამდე მივიდეს. ეს ადრესატი შესაძლოა იყოს აბსტრაქტული ან კონკრეტული პირი. მაგალითად, X ინდუსტრიაში მოღვაწე პირები ან გარკვეულ ადამიანთა შედარებით დიდი ჯგუფი, რომელსაც სურს რომ შენგან რაღაც პროდუქტი იყიდოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საოცარი ფორმულა გვეხმარება კონტენტის გამო კი არ ვაწარმოოთ, მიზნებს მოვარგოთ და რაოდენობის ნაცვლად ხარისხზე ვკონცენტრირდეთ. პოზიციონირება თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ვინ ხარ, რაზე საუბრობ და რის გამო გსურს, რომ ადამიანები გიცნობდნენ. მაგრამ მხოლოდ ინფორმაციის გამო რთული იქნება შენი მოსმენა. ამიტომ დაფიქრდი, რა არის ეს შენი მთავარი თემა და რა არის მეორეული საკითხები, რისი შემოტანაც გსურს და ამით გაცილებით უფრო ღრმა კავშირების დამყარება შეგიძლია ადამიანებთან. მაგალითად, გრეისი მარკეტინგზე ლაპარაკობს, მაგრამ გარდა ამისა ხშირად ტრანსლირებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაჩას, პილატეს და შესაბამისად ამით უფრო მეტად უახლოვდება მის აუდიტორიას, რომელსაც იგივე ინტერესები აქვს. ასევე დაელოდეთ ჩვენს ვიდეოს პირად ბრენდზე. იქ უფრო მეტ ტექნიკას დაგახვედრებთ, რომ გაახსნათ საკუთარი თავი და კარგად გაიგოთ რა არის ეს პირადი ბრენდი და პოზიციონირება. მესამე, შეხედე კონტენტს როგორც პროდუქტს. კრეატორ მეწარმე ძალიან საინტერესო მოვლენაა, რადგან ერთი მხრივ მეწარმეა და ბიზნესი აქვს ასაშენებელი, მაგრამ მეორე მხრივ მისი კონტენტიც პროდუქტია, რადგან კრეატორიც არის მეწარმესთან ერთად. შესაბამისად, კონტენტს, რომელსაც იგი აწარმოებს, აქვს რამდენიმე დანიშნულება. პირველი, მოიზიდოს ადამიანები,
მეორე, შექმნას კომუნა, მესამე, გაყიდოს თავისივე პროდუქტი და მეოთხე, აშენოს რეპუტაცია. კონტენტ კალენდრის შედგენისას აუცილებლად ჩამოწერეთ, როგორ აპირებთ ამ გეგმების აღსრულებას კონტენტით. მაგალითად, ადამიანების მოსაზიდად მოკლე ფორმის ვიდეოები ძალიან კარგად მუშაობს. რეპუტაციის საშენებლად შესაძლოა გრძელ ფორმატზე დაფიქრდეთ. მთავარია ეს კონტენტი ყურებადი იყოს და მიზანს ამართლებდეს. ამ საკითხზე გამოუშვებთ დეტალურ ვიდეოს, ამიტომ აუცილებლად გამოგვიწერეთ და დარჩით ხაზზე. დააფერხებს ექსპერტს, რომ ამას დაადგეს. ჩემი გამოკითხვები და ძალიან სუბიექტური აზრით შემდეგი პუნქტები მოგიტანეთ. პირველი, ვერ ხვდება თვითონ როგორ გამოხატოს საკუთარი თავი და რაზე ისაუბროს. ამასთან როგორ იყოს საინტერესო, რომ ნახვებიც დააგროვოს. აქ ალბათ სადღაც შიგნით ეჯიბრებიან კრეატორებს და ინფლუენსერებს, რომლებსაც სხვა მიზნები, სხვა ტიპის კონტენტი და შესაბამისად სხვა ნახვები აქვთ. პირველი რჩევა, რომელსაც ყველა ექსპერტ კრეატორი თუ კრეატორ მეწარმე იძლევა, არის რომ შეეშვით თქვენი სოციალების პირად გვერდებად ახმას და სტრატეგიულად მიუდექით. მეორე, ნულიდან დაწყების შიში. სხვა ადამიანების აზრი და დაბალი ნახვები დასაწყისში. ნებისმიერ ახალ სფეროში გამოწვევა შესვლის ფასი არის, რომ ამ სირცხულს გადააბიჯოთ, რაც საკმაოდ რთულია, მით უმეტეს როცა ამდენი ადამიანი გიყურებთ, მესმის, მაგრამ ესეც უნდა დაივიწყოთ და მიზნებზე კონცენტრირდეთ. მესამე, დაჯერება რომ სოციალებში მხოლოდ სულელი აუდიტორია ზის, რომელსაც უნდა დაბალი ხარისხის სახალისო ვიდეოების ყურება. სოციალური ქსელები და პლატფორმები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. მით უმეტეს თუ ხარისხზე გაქვთ პრეტენზია, საერთოდ არ უნდა უყუროთ ციფრებს და სხვა მაჩვენებლებზე უნდა კონცენტრირდეთ. მაგალითად, გადაზიარებები, რამდენი ხანი გიყურეს, სად გაგთიშეს, თქვენს პირად ჩატში რა ხდება და ასე შემდეგ. ასე უნდა გესმოდეთ, რომ ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა მდგომარეობაში სულელურ ვიდეოსაც უყურებს და ჭკვიანურსაც. ამიტომ აკეთეთ ის, რაც მოგწონთ და გახადეთ აი ეხს რასაც აკეთებთ ყურებადი. დანარჩენი გამართლებაა. კრეატორ მეწარმეობა, პირადი ბრენდი თუ 1000 მსგავსი ტერმინი არ არის აუცილებელი არც თქვენი და არც თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის. გაცილებით დიდი და მომგებიანი ბიზნესი არსებობს ადამიანის ბრენდის და კონტენტის გარეშე. ეს უბრალოდ არის ერთ-ერთი არხი და მეთოდი, როგორ შეგიძლიათ გამოჩენით, გაზიარებით თუ ღირებულების შექმნით თქვენი კარიერა და საქმიანობა უფრო საინტერესო გახადოთ. ექსპერტები სოციალურ ქსელებში უკვე აქტიურად შემოიჭრნენ და ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ. ამას ნამდვილად დადასტურებს ის ფაქტი, რომ Forbes-ის წარმატებულ 30 წლამდელთა სიასაც იკავებენ და როგორც თვითონ ამბობენ, ამ წარმატებამდე და აღიარებამდე ზუსტად კრეატორობამ და გამოჩენამ მიიყვანა. მოდით ვაღიაროთ, რომ იუთუბერებისა და კრეატორებისაგან უკვე მიჩვეულები ვართ მილიონიან ბიზნესებს და აღიარებას, მაგრამ ოფისში მომუშავე და მოსაწყენი ექსპერტებისთვის რომ გამოჩნდა საასპარეზო სივრცე, ეს უკვე საინტერესოა. ამ ვიდეოში დავასრულებ კრეატორ მეწარმეობის მიმოხილვას, შემდეგ ვიდეოებში კიდევ ბევრს ვისაუბრებთ კონტენტზე, ბიზნესზე, ადამიანების ქცევაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე. ჩვენი ვიდეოები გამოდის ყოველ შაბათს 11 საათზე, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დარჩით ხაზზე.